თავი 2, მუხლი 1, 7. 1. და იყო მათ დღეთა შინა გამოდა ბრძანება აქსტოს კეისრისაგან აღწერად ყოვლისა სოფლისა. 2. ესე აღწერა პირველი იყო მთავრობასა ასურეთს კრინესსა. 3. და წარვიდოდეს ყოველნი აღწერად კაცად-კაცადით საქალაქსა. 4. აღმოვიდა იოსებცა გალილეად ქალაქით ნაზარეთით ჰურიასტანად ქალაქად დავითისა რომელსა ჰრქან ბეთლემ რამე თუ იყო იგი სახლისაგან და ტომისა დავითისა. 5. აღწერად მარიამის თანა რომელი მოთხოვილიყო მისა და იყო იგი მიდგომილ. 6. და იყო ვიდრე იყვნეს ღა იგინი მონ აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი. 7. და შვადზე იგი მისი პირმშო და შეხა იგი სახუევლითა და მიაწვინა იგი ბაგასა, რამე თუ არა იყო მათა ადგილსავანესა მას. აღწერა მიმდინარეობდა იმისთვის, რომ როდესაც ყველა თავის სამშობლოში დაბრუნდებოდა, ქალწულით წასულიყო ბეთლემში, თავის სამშობლოში, ამრიგად უფალი ბეთლემში შობლიყო და აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება. როდესაც ერთარსება ღმერთმა ინება აღიკვეთა მრავალღმერთიანობა, მართებული იყო ემეფა მხოლოდ ერთ მეფეს, კეისარს. ყველასთან ერთთან აღწერას ქრისტეც ექვემდებარება. უფალს მართებდა კიდეც მთელ სამყაროსთან ერთად აღწერილიყო, რათა განენათლებინა აღწერილნი და გაეუქმებინა მონობა, ვინაიდან როგორც თავისი წინადაცვეთით გააუქმა წინადაცვეთა, ასევე ექვემდებარებოდა რა აღწერას, როგორც მონა, აუქმებს მონობას ჩვენი ბუნებისა. ვინაიდან ისინი, ვინც უფალს ემსახურებიან, უკვე აღარ არიან ადამიანთა მონები, როგორც მოციქულიც ბრძანებს, ნუ იქნებით მონა კაცთა კორინთელთა მიმართ 7:23, მაგრამ თუ კი სხეულით ვართ კიდეც მონები, სულით თავისუფალნი ვართ, არ გვიტაცებს რა უწმინდურება ბატონებისა. უფალს სამართლიანად უწოდა ძე ქალწულისა პირმშო, თუმცა სხვა არავინ არ უშვია, ვინაიდან პირველად შობილი იწოდება პირმშოთ, თუნდაც მის შემდეგ სხვა აღარავინ იშვას. ბაგაში მიიწვინა იმისათვის, რომ თავიდანვე ესწავლებინა ჩვენთვის სიმდაბლე და შესაძლოა იმიტომაც, რათა სიმბოლურად ეჩვენებინა, რომ იგი მოვიდა ამ ქვეყნად, ადგილას, სადაც ვსახლობთ ჩვენ, უგუნურ პირუტყვებს მიმსგავსებულნი, ფსალმუნი 48, 12, 20, ვინაიდან როგორც ბაგა ეკუთვნის პირუტყვებს, ისე ეს ქვეყანა, ჩვენ. ამრიგად სოფელი, ბაგაა, ჩვენ კი, უგუნური პირუტყვი, ამრიგად სწორედ იმიტომაც მოგვევლინა ამ ქვეყნად, რათა გამოვესყიდეთ უგუნურებისაგან. თავი 2, მუხლი 8, 14. 8. და მწყემსნი იყვნეს მასვე სოფელსა ველთა დგებოდეს და უმილვიდეს საუმილავსა ღამისასა სამწყოსოსა მათსა. 9. და აჰა ანგელოზი უფლისა და ადგრა მათ ზედა და დიდება უფლისა გამოუბწყინდა მათ და შეეშინა მათ შიშითა დიდითა. 10. და ხრქუა მათ ანგელოზმან მან უფლისამან, ნუ გეშინინ რამე თუ აჰა ესე რა გახარებთ თქვენ სიხარულსა დიდსა რომელი იყოს ყოვლისა ერისა. 11. რამე თუ იშვა დღეს თქვენ და მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა. 12. და ესე იყოს თქვენ და სასწაულად, ვპოვოთ ყრმა იგი შეხუეული და მწოლარე ბაგასა. 13. და მეხსეულად იყო ანგელოზისა მის თანა სიმრავლე ერთად სისათა, აკებდეს ღმერთსა და იტყოდეს. 14. დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ანგელოზი ევლინება მწყემსებს მათი უბრალოზნისა და უბოროტობის გამო, ვინაიდან ისინი, როგორც ჩანს, მართალთა ცხოვრების წესს ბაძავენ, რამდენადაც ძველი პატრიარქებიც იაკობი, მოსე და დავითი მწყემსები იყვნენ. ანგელოზი არ გამოცხადებია იერუსალიმში ფარისევლებსა და მწიგნობრებს, რამდენადაც ისინი იყვნენ ჭურჭელნი ყოველგვარი ღვაწლისა, ესენი კი არ იყვნენ რამზაკვანი, ღმრთაებრივი გამოცხადების ღირსნი გახდნენ. უფალმა გვიჩვენა ამით, რომ მან თავიდანვე ამოირჩია და თავის მქადაგებლებად აქცია ისინი, რომლებიც სხვებზე უფრო უბრალო გულისანი არიან, ვინაიდან ისინი წავიდნენ და იწყეს ქადაგება ყოველივე ამაზე. ანგელოზმა ახარა სიხარული დიდი, რომელიც როგორც თქვა, ყოველი ადამიანისთვის იქნება, კერძოდ კი ღმრთის კაცებისთვის. ვინაიდან ყველა იუდეველი არ არის ერი ღმრთისა. მაგრამ ღმრთის განხორციელება იყო სიხარული ადამიანთა მთელი მოდგმისთვისაც. რას ნიშნავს ანგელოზთა გალობა, უეჭველია უმაღლეს დასთა მადლიერებას და სიხარულს იმის გამო, რომ ჩვენ დედამიწაზე მცხოვრებნი, წყალობის ღირსნი გავხდით, ვინაიდან ამბობენ, დიდება ღმერთს, ახლა ქვეყანაზე მშვიდობა დამყარდა. ადრე ადამიანური ბუნება მტრობაში იყო ღმერთთან, ახლა კი ისე შეურიგდა, რომ ღმერთის მოკავშირე გახდა და შეურთდა მას განკაცებისას. ამრიგად ხედავ მშვიდობას ადამიანთან. შეიძლება სხვაგვარადაც ვიფიქროთ.
თავად ზეღმრთისა არის მშვიდობა, როგორც ამბობს კიდეც საკუთარ თავზე იოანე 14:27, 16:33. ამრიგად ქვეყნიერებას მოევლინა თავად მშვიდობა, ზეღმრთისა და კაცთა შორის სათნოება, ანუ სუფევა ღმრთისა, ვინაიდან ახლა ღმერთი სუფევს და პოვა მადლი ადამიანებში. მაშინ, როდესაც ადრე მოწყალე თვალით არ უყურებდა და ვერ ჰპოვებდა ადამიანებში სათნოყოფას თავისას. თავი 2 მუხლი 15:18. 15 და იყო ვითარცა აღვიდეს ანგელოზნი იგიზეცად წყამს და მათ თქვეს ურთიერთას, განვიდეთ ჩვენ ვიდრე ბეთლემადმდე და ვიხილოთ სიტყვა ესე, რომელი იყო ჩვენ და მომართ, რომელი იგი უფალმან მაუწყა ჩვენ. 16 და მოვიდეს მსწრაფლ და პოვეს მარიამ და იოსებ და ყრმა იგი, მწოლარე ბაგასა. 17 და ვითარცა იხილეს გულისმაყვე სიტყვა იგი, რომელი ითქვა მათა მიმართ ყრმისა მისცს. 18 და ყოველთა რომელთა ესმოდა უკრდა სიტყვა იგი მწყემს და მათ და მიმართ. ეს მწყემსები სახე არიან სულიერი მოძღვრებისა, ანუ მღვდელმთავრებისა, ამრიგად მღვდელმთავრებმა უნდა დაიცვან თავიანთი სამწყსო და დაუკრან, ანუ იგალობონ რაიმე სულიერი და ასწავლონ ერს და მაშინ ისინი ღმრთაებრივ ჩვენებათა ხილვისა და მოსმენის ღირსნი შეიქმნებიან. ბეთლემი ნიშნავს სახლს პურისა და რა უნდა იყოს სხვა სახლი პურისა, თუ არა ეკლესია, რომელშიც დადებულია პური იგი. ამრიგად სულიერ მწყემსთა საქმეა ზეციური პური ეძიონ და როდესაც იხილავენ ამ პურს, მათი ვალია სხვებსაც უქადაგონ, მსგავსად იმისა, როგორც მწყემსებმა იხილეს რა ჩვილი სხვებს გადასცეს მის შესახებ. თავი 2 მუხლი 19:20. 19 ხოლო მარიამს დაემარხნა სიტყვანი ესე და დაედვა გულსაცსა. 20 და მიიქცეს და წარვიდეს მწყემსნი იგი, ადიდებდეს და აქებდეს ღმერთსა ამას ყოველსაზე და რომელი ესმა და იხილეს, ვითარცა იგი ითქუნეს მათ და მიმართ. რა სიტყვები დაიმარხა ქალწულმა? ზოგიერთნი ამბობენ, რომ ისინი, რომელიც მას ანგელოზმა უთხრა და ისინიც, რომელიც მწყემსებმა უთხრეს. იგი იმარხავდა მათ, დაიდვა რა თავის გულში. ანუ აანალიზებდა და ყოველ მათგანში ერთ საერთო აზრს პოულობდა, რომ მისი ძე ღმერთია. მე კი მეჩვენება, რომ აქ სიტყვებად მოვლენები იწოდება. თითქოს და ასე ამბობდეს, მარიამმა დაიმარხა ყოველი სიტყვა, ანუ ის მოვლენები, რომელზეც მე ახლავს საუბრობ და ამით სიტყვებად ვაქცევ მათ. ვინაიდან მოვლენა, როდესაც მის შესახებ იტყვიან, სიტყვად იქცევა. წემსები დაბრუნდნენ მადლიერნი ღმრთისა ყველაფრისათვის, ვინაიდან ისინი არ იყვნენ შურიანები იუდეველთა მსგავსად. თავი 2 მუხლი 21:24. 21 და ვითარცა აღესრულნეს დღენი იგირვანი წინა დაცვეთისა მისისანი და უწოდეს სახელი მისი იესო, რომელი გი ეწოდა ანგელოზისა მისგან, ვიდრე ყოფადმდე მისა მუცელსა დედისა ცისასა. 22 რაჟამს აღესრულნეს დღენი იგი განწმედისა მათისანი შჩულისა მისებრ მოსესისა, აღმოიყვანეს ყრმა იგი იერუსალმს წარდგინებად წინაშე უფლისა. 23 ვითარცა დაწერილ არს სჯულსა უფლისასა, რამე თუ ყოველმან წულმან რომელმან განაღოს საშო, წმიდა უფლისა ეწოდოს. 24 და მიცემად შესაწირავი ვითარცა თქმულ არს სჯულსა უფლისასა, ორნი გურიტნი, ანუ ორნი მართვენი ტრედისანი. როდესაც სჯულმა მცნებები დააწესა, მაშინ მათი დამრღვევნი წყევლას ექვემდებარებოდნენ. ამრიგად უფალი წინა დაიცვეთს, რათა ამაშიც აღასრულებს რა სჯულს და არ გამოტოვებს არაფერს, რაც მის მიერ ემცნო, გამოგვისყიდის ჩვენ წყევლისაგან. და ეშერცხვეთ ამიერიდან მათ, რომელნიც ამბობენ, რომ მოჩვენებითად განხორციელდა, ვინაიდან როგორღა წინა დაიცვეთდა, თუ კი მოჩვენებითად განხორციელდა. გამოკვლევა იმისა, თუ სად არის წინადაცვეთილი ნაწილი, უსარგებლოა. ვინაიდან არ უნდა გამოვიძიოთ ის, რაზეც წმიდა წერილი დუმს. ეს სრულიად უსარგებლოცაა. შეიძლება ითქვას, რომ იგი მოჭრისას დაეცა მიწაზე და განანათლა იგი, ისევე როგორც სისხლმა და წყალმა, მისი გვერდიდან რომ გადმოვიდა, ხოლო მან მისთვის ჩვეული სახით შეინახა ეს ნაწილი უნებლად და აღდგომისას კვლავ დაირუნა იგი, რათა ამ მიმართებითაც არ აღმოჩენილიყო ნაკლული, ისევე როგორც აღდგომისას ჩვენს სხეულს მივიღებთ სრულყოფილად. დააკვირდი, რომ უფალი იმ წამსვე კი არ ჩაისახა, როგორც კი ანგელოზმა თქვა, აჰა ესე რა მუცლად იყო, არამედ შემდგომ ამისა, როდესაც ინება. ვინაიდან ნახე რას ამბობს აქ, რომელი გი ეწოდა ანგელოზისა მისგან, ვიდრე ყოფადმდე მისა მუცელსა დედისათვისისასა, ეს ჩანს თავად ნათქვამიდანაც, ვინაიდან არ უთქვამს, მუცლად ღებულობ, არამედ მუცლად იყო.
აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ უფალი ჩაისახა იმ დროს, მაგრამ არა იმავე წუთს, როდესაც ანგელოზი საუბრობდა, არამედ შესაძლოა, როდესაც საუბარი დაამთვარა. თუმცა ამას ჩვენ დარწმუნებით არ ვამბობთ. და რა ჟამს აღესრულნეს დღენი იგი განწმენდისა მათისანი სჯულისა მისებრ მოსესისა, კარგად თქვა, სჯულისა მისებრ მოსესისა, ვინაიდან ქალწული ჭეშმარიტად არ საჭიროებდა განწმენდის დღეებს დალოდებოდა, რომელიც ვაჟის დაბადების შემთხვევაში 40 იყო. სჯულში ნათქვამია, დედაკაცი დაორსულდება, ანუ დაორსულდება თესლისაგან და ვაჟს გააჩენს ლევიტელთა 12:2, ქალწული კი თესლისაგან კი არ დაორსულდა, არამედ სულიწმიდისაგან შვა. ამიტომაც მას არ ჰქონდა ამის საჭიროება, არამედ მოვიდა ტაძარში სჯულის აღსრულების სურვილის გამო. რატომა, რომ ვაჟის დაბადების შემთხვევაში განწმენდი დღეები 7-ია, ხოლო ქალის შემთხვევაში 2 იმდენი. თუ დედაკაცი დაორსულდება, ნათქვამია და ვაჟს გააჩენს, შობის შემდეგ 7 დღეს უწმინდურია იგი. თუ გოგო შვა 2 კვირას იქნება გაუწმინდურებული, როგორც ციდოვანების დროს ლევიტელთა 12:2-5. იმიტომ რომ ის ვინც ვაჟს შობს მეორე ადამი შემოჰყავს ამ ქვეყნად, ხოლო ვინც ქალს შობს მეორე ევას აჩენს ჭურჭელს სუსტსა და უძლურეს, ჭურჭელს თიხისა, განტეხილს, საყრდენ სიცრუისა, მასწავლელს ურჩებისა. სიტყვების სჯულისა, რომ ყოველმა მწულმან რომელმან განაღოს საშო, წმინდა უფლისა ეწოდოს, მხოლოდ ქრისტეზე აღსრულდა. ვინაიდან მან თავად განაღო ქალწულის საშო, მაშინ როდესაც სხვა დედების შემთხვევაში საშოს ქმარი განაღებს. სჯული ბრძანებდა 2 გვრიტის მიყვანას იმის საჩვენებლად, რომ ბავშვი წმინდა ქორწინებისგან იშვა, ვინაიდან გვრიტზე ამბობენ, რომ იგი უმანკო ფრინველია, რამდენადაც მამრის დაკარგვის შემთხვევაში სხვას არ შეერწყმის. თუ კი მშობლებს გვრიტები არ ჰყავდათ, მტრედების მართვეები მოჰყავდათ, რათა ამ ყრმის ცხოვრება ყოფილიყო საწინდარი მისი მრავალშვილიანობისა, ვინაიდან მტრედი მრავალნაყოფიერი ჩიტია. თავი 2, მუხლი 25, 32, 25. და აჰა იყო კაცი იერუსალმს, რომლისა სახელი სმეონ. და კაცი ესე მართალი იყო და მოშიში უფლისა და მოელოდა ნუგეშინის ცემასა ისრალისასა, და სულიწმიდა იყო მის ზედა. 26. და იყო მისა უწყებულ სულისაგან წმიდისა არა ხილვად სიკვდილი, ვიდრემდე იხილოს ცხებული უფლისა. 27. და მოვიდა სულითა წმიდითა ტაძრად უფლისა. და შეყვანებასა მას მამა დედისა მიერ ყრმისა მის იესოსა ყოფად მათ ამ მსგავსად ჩვეულებისა მისებრ სჯულისა მისა მიმართ 28. და ამან მიიქვა იგი მკლავთა ცთაზე და დააკურთხევდა ღმერთსა და თქვა 29. აც განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვსაებრ შენისა მშტობით 30. რამე თუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი 31. რომელგან უმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა 32. ნათელი გამობრწყინებად წარმართთა ზედა და დადებად ერისა შენისა ისრალისა. სვიმონი არ იყო მღვდელი, მაგრამ ღვთისმოყვარე ადამიანი იყო. იგი მოელოდა, რომ მოვიდოდა ქრისტე, ებრაელთა მანუგეშებელი და ცოდვის მონობისგან განმანთავისუფლებელი და შესაძლოა რომეალთა და ჰეროდეს მონიბსგანაც. ვინაიდან მან ვინც ირწმუნა ქრისტე, ის ჭეშმარიტად თავისუფალია და პატივში მყოფი როგორც მეფეთა, ისე ყოველი ადამიანის მხრიდან. შეხედე მოციქულებს. განა ისინი რომაელთა მონები არ იყვნენ. ახლა კი რომაელთა მეფენი პატივს მიაგებენ და თაყვანს სცემენ მათ. ამრიგად მათთვის ისრაელთათვის ქრისტე ნუგეშად იქცა. ეს სვიმონი სულიწმინდის მიერ აღძრული, მაშინ შევიდა ტაძარში, როდესაც დედამ უფალი მოიყვანა და მიიქვა რა მკლავებში აღიარა ღმერთად. ვინაიდან თქმა, აც განუტევე მონა შენი, მეუფეო, შეეძლო მხოლოდ აღმსარებელს იმისა, რომ იგი სიცოცხლისა და სიკვდილის ღმერთია. შეხედე როგორ მიიჩნევენ წმინდანის სხეულს საკვრელად. ამიტომაც ამბობს, აც განუტევე, თითქოს და საკვრელთაგან თავისუფლდებოდეს. სიტყვისაებრ შენისო, ამბობს მის მიმართ წარმოთქმული წინასწარმეტყველების შესახებ, რომ იგი არ მოკვდება მანამ, სანამ ქრისტეს არ ნახავს. მშვიდობით ამბობს ნაცვლად სიმშვიდისა, ვინაიდან ადამიანი ვიდრე ცოცხალია ამაოდ შფოთებს, როგორც დავითი ამბობს, ფსალმუნი 38:6, გარდაცვლილი კი სიმშვიდეში იმყოფება. სიტყვაში მშვიდობით შეიძლება ვიგულისხმოთ სხვა რამეც, კერძოდ, მიღება იმისა, რისი მოლოდინიც ჰქონდა. ვიდრე უფალს ვიხილავდი, ამბობს ის, ჩემი გულის თქმები არ იყო დამშვიდებული, არამედ ველოდი მას და ყოველთვის მქონდა საფიქრალად, თუ როდის მოვიდოდა იგი, ახლა კი, როდესაც ვიხილე ის, დამშვიდდი და შევწყვიტე ფიქრი, მე განთავისუფლდი.
მაცხოვარება უწოდა ხორცშესხმას მხოლოდ შობილისა, რომელიც ღმერთმა განუმზადა მას უწინარეს საუკუნეთა. განუმზადა ეს მაცხოვარება ყოველი ხალხის წინაშე. ვინაიდან იმიტომაც შეისხა ხორცი, რომ ეხსნა ქვეყნიერება და მისი ხორცშესხმა ყველასთვის ცხადი გამხდარიყო. ეს მაცხოვარება არის ნათელი გამობრწყინებად წარმართა ზედა, ანუ ბნელში მსხდომარე წარმართთა განსანათლებლად და დიდებად ისრაელისა, ვინაიდან ქრისტე არის ჭესმარიტად დიდება ისრაიტელი ხალხისა, რამდენადაც მისგან აღმობრწყინდა და მართლაც კეთილგონიერნი, საკუთარ დიდებას ხედავენ ამაში. ასე ამბობს სვიმონი, მე კი მგონია, რომ ამ სვიმონს შეეფერება დავითის სიტყვებიც, დღეგრძელებითა განვაძღო იგი და უჩვენა მას მაცხოვარება ჩემი, ფსალმუნი 90, 16. თავი 2, მუხლი 33, 35. 33 და იყვნენ იოსებ და დედამისი დაკრებულ სიტყვათა მათზე და მისცს. 34 და აკურთხნა იგინის მეონდა ხრქვა მარიამს, დედასამისსა, აჰა ესე რა ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაელსა შორის და სასწაულად სიტყვის საგებელად. 35 და შენსაცა სულსა განვიდეს მახლი, რათა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი. სვიმონმა ორივე აკურთხა, ხოლო სიტყვით ჭეშმარიტ დედას მიმართა, დაუტევა რა არანამდვილი მამა. აჰა ესე რა, ამბობს იგი ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაელსა შორის დაცემად ურწმუნოთა, ხოლო მორწმუნეთა აღდგინებად. ან სხვაგვარად, უფალი დგას დაცემად ბოროტებისა, ჩვენ სულებში რომ ბუდობს და აღდგინებად სიკეთისა, ეცემა მრუშობა და აღდგება უბიწოება. შეიძლება გავიგოთ კიდევ სხვაგვარადაც, ქრისტე დგას დაცემად სხვათა ნაცვლად, თავად უნდა ევნოს და სიკვდილს დაექვემდებაროს, ხოლო მისი დაცემით მრავალნი აღდგებიან. ამრიგად სიტყვის შემდეგ, დაცემად დასვი წერტილი, ხოლო შემდეგ დაიწყე და აღდგინებად მრავალთა. სასწაული არის ჯვარი, რომელიც დღემდე ვპოვებს წინააღმდეგობას, ანუ არ არის მიღებული ურწმუნოთა მიერ, სასწაულად იწოდება, აგრეთვე ღმერთის განკაცებაც და გასაოცარ სასწაულად, ვინაიდან ღმერთი კაცი გახდა, ხოლო ქალწული დედა. და ამ სასწაულს, ანუ ქრისტეს განკაცებას, ეწინააღმდეგებიან, რადგან ერთნი ამბობენ, რომ სხეული ზეციდანა, ხოლო მეორენი, რომ იგი მოჩვენებითია, ხოლო კიდევ სხვანი სხვა რამეს უკმეტყველებენ. და თვით შენსაცა სულსა გავიდეს მახვილი, მახვილს უწოდებს, შესაძლოა საცდურსაც, რომელიც ჯვარცმული უფლის ხილვისას ეწვია, ვინაიდან იგი შესაძლოა ფიქრობდა თუ როგორ აცვეს ჯვარს, მოაკვდინეს და აფურთხეს მას, ვინც უთესლოდ იშვა, სასწაულებს სჩადიოდა, მკვდრებს აღადგენდა, რათა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი. ეს ნიშნავს იმას, რომ განცხადდება და მხილებულნი მსწრაფლ მიიღებენ კურნებას. მაგალითად, შენც ქალწულო განცხადდება და გამოჩნდება შენი ბრძნობა ქრისტეს შესახებ, შემდეგ კი მის დამირწმენაში განმტკიცდები, ისევე როგორც პეტრე აღმოჩნდა განგდებული, მაგრამ მოევლინა ძალი ღმრთისა, რომელმაც კვლავაც მიიღო იგი სინანულის მეშვეობით და სხვაგვარადაც, მრავალთა გულისრახვანი განცხადდა, როდესაც გამოაშკარავდა გამცემიცა და გამოაშკარავდნენ მისი მოყვარულნიც, როგორებიც იყვნენ, მაგალითად იოსები, პილატესთან რომ მივიდა და ჯვართან მდგომი დედები. თავი 2, მუხლი 36, 40, 36 და იყო ანა წინაწარმეტყუელი, ასული ფანოელისი, ტომისაგან ასერისა. ესე გარდასრულიყო დღეთა მრავალთა და ცხოვრებულიყო ქმრისა თანაშთ წელს სიქალწულითგან ცით. 37 და ესე იყო ქურივითა 84 წლის, რომელი არა განიშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე. 38 ესე მასვე ჟამსაშინა მოიწია და აღუარებდა ღმერთსა და ეტყოდა მის წყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოსნასა იერუსალიმს შინა. 39 და ვითარც აღასრულეს მისზე და ყოველივე მსგავსად სჯულისა უფლისა მოიქცეს და წარვიდეს გალილეად, ქალაქათსა, ნაზარეთად. 40 ხოლო ყრმა იგი აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა და აღივსებოდა სიბრძნითა და მადლი ღმრთისა იყო მისზე და მახარებელი ანას ამბავზე ჩერდება, გვამცნობს რა მის მამასა და მის ტომს, რათა ვიცოდეთ, რომ იგი ჭეშმარიტებას ამბობს, რადგანაც თითქოს მრავალ მოწმეს იწვევს, ისეც მის მამასა და ტომს რომ იცნობდნენ. ის სხვებთან ერთად აღუარებდა ღმერთს, ანუ მადლობდა მას და ყველას ამცნობდა უფლის შესახებ, რომ იგია მაცხოვარი და ნუგეშინის მცემელი ჩვენი, რომელნიც მოველით გამოხსნას. როდესაც აღასრულეს ყოველივე, ისინი გალილეაში დაბრუნდნენ თავის ქალაქ ნაზარეთში. ბეთლემი ასევე მათი ქალაქი იყო, მაგრამ როგორც სამშობლო ნაზარეთი, როგორც საცხოვრებელი ადგილი.
იესო იზრდებოდა სხეულით, თუმცა მას შეეძლო საშოდანვე მიეღწია მამაკაცის ასაკისთვის, მაგრამ მაშინ შესაძლოა მოჩვენებად აღქმულიყო, ამიტომ ის თანდათანობით იზრდება. ასაკთან ერთად სიტყვა ღმერთის სიბრძნე ცვლინდებოდა. ვინაიდან იგი სწავლაში წარმატების გამო კი არ იყო ბრძენი, შორს ჩვენგან ამგვარი აზრი. რამდენადაც იგი თანშობილ სიბრძნეს თანდათანობით ამჟღავნებდა, ამიტომ ნათქვამია, რომ იგი აღორძინდებოდა და განმტკიცდებოდა სულით თავისი სხეულის ასაკის შესაბამისად. ვინაიდან მას სულ ადრეულ ასაკში რომ გამოემჟღავნებინა თავისი სიბრძნე, საზარლად გამოჩნდებოდა. ახლა კი ამჟღავნებს რა საკუთარ თავს, რამდენადაც შესაძლებელია ასაკის და შესაბამისად იგი სახლმშენებლობას აღასრულებს, სიბრძნის მიუღებლად, ვინაიდან რა უნდა ყოფილიყო დასაბამიდან სრულყოფილზე უფრო სრულქმნილი. მაგრამ იგი თანშობილ სიბრძნეს თანდათანობით ამჟღავნებს. თავი 2, მუხლი 41, 50. 41 და აღმოვიდიან მამად დედანი მისნი წლით იცლად იერუსალიმ დღესასწაულსა მას პასექისასა. 42 და იყო რა იგი 12 წლის, აღმოვიდეს იგინი იერუსალიმ, ვითარცა ჩვეულიყვნეს დღესასწაულსა მას. 43 და აღასრულნეს დღენი იგი და წარსვლასა მას მათსა დაშთა იესო ღრმა იერუსალიმს და არა უწყოდეს იოსებ და დედამან მისმან. 44 ჰგონებდეს მისა ვითარმედ მოგზაურთა თანაარს იგი და მოვიდეს დღისა ერთისა გზასა და ეძიებდეს მას ნათესავთა შორის და მეცნიერთა 45 და არა პოეს იგი და მოიქცეს იგინი იერუსალიმზე და ეძიებდეს მას. 46 და იყო შემდგომად 3 დღისა პოეს იგი ტაძარსა მასშინა, მჯდომარე შორის მოძღვართა ისმენდა მათსა და ჰკითხვიდა მათე 47. განუკრდებოდა მათ ყოველთა, რომელთა ესმოდა მისი გულისმის ყოფა იგი და სიტყვის მიგება მისი. 48 და იხილეს იგი და განუკრდა. რქვა მას დედამან მისმან, შვილო რა ესე მიყავ ჩვენ ესრეთ. აჰა ესე რა მე და მამა შენი ვრონინებთ და გეძიებთ შენ. 49 და მან რქვა მათ და რასა მეძიებთ მე. არა უწყითა რამე თუ მამისა ჩემისა თანა ჯერ არს ჩემი ყოფა. 50 და მათ ვერ გულისმაყვა სიტყვა იგი, რომელი რქვა მათ. იესო მშობლებთან ერთად მიდის იერუსალიმში, რათა გვიჩვენოს ყველაფერში, რომ იგი არც ღმერთის წინააღმდგომია და არც სჯულის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. როდესაც მათ აღასრულეს დღეები, ანუ პასექის 7 დღე იგი იერუსალიმში დარჩა. იგი მწიგნობრებთან ერთად მსჯელობდა, უსვამდა რა მათ კითხვებს სჯულის შესახებ და ყველას განუკვირდებოდა. ხედავ როგორ წარემატებოდა იგი სიბრძნეში ისე რომ მრავალთათვის იგი ცნობის მოყვარეობისა და გაკვირვების საგანი იყო. ვინაიდან მისი სიბრძნის გამოვლენა თავად მისი წარმატებაა. ღვთიმშობელი იოსებს მამას უწოდებს, თუმცა იცოდა რომ იგი მამა არ იყო. უეჭველია რომ იგი იოსებს მის მამას იუდეველთა გამოუწოდებს, რათა მათ არ გასჩენოდათ რაიმე არაწმიდა აზრი მის დაბადებასთან დაკავშირებით. სხვაგვარად, რამდენადაც იოსები მამობრივ მზრუნველობასა და სამსახურს უწევდა აღზრდაში, მართებულად უწოდა მას მამა, თითქოს და სულიწმიდა უბოძა მას პატივი მამად წოდებისა. რატომღა ეძებდნენ მას? ნუ თუ ფიქრობდნენ, რომ იგი, როგორც ბავშვი დაიკარგა ან გზა აებნა. შორს ჩვენგან ასეთი აზრი. ვინაიდან ის არ შეიძლებოდა მოსვლო და არც ბრძენ მარიამს, რომელსაც უთვალავი გამოცხადება ჰქონდა მის შესახებ და არც იოსებს, რომელსაც თავადაც გამოეცხადა, რომ იგი სულიწმიდისაგანაა. მაგრამ ისინი ეძებდნენ მას იმიტომ, რომ იგი როგორღაც არ ჩამორჩენოდა მათ და როგორღაც არ დაეტოვებინა ისინი, ხოლო როდესაც იპოვეს იგი, ნახე როგორ პასუხობს მათ. რამდენადაც ქალწულმა იოსებს მისი მამა უწოდა, იგი ეუბნება, არა ის იოსებია, ჩემი ჭეშმარიტი მამა, თუმცა მე მის სახლში ვიყავი, არამედ ღმერთია, ჩემი მამა და ამიტომ მე მის სახლში ვარ, ანუ მის ტაძარში. მაგრამ ისინი ვერ მიხვდნენ რა უთხრა მან, ვინაიდან ეს საიდუმლო იყო. თავი 2, მუხლი 51, 52, 51 და წარვიდა მათ თანა და მოვიდა ნაზარეთად და იყო დამორჩილებულ მათ და ხოლო დედასა მისსა დაემარხნას ყოველნი ესე სიტყვანი გულსაცსა. 52 და იესო წარემატებოდა სიბრძნითა და հասაკითა და მადლითა წინაშე ღმრთისა და კაცთა. იესო ემორჩილებოდა მშობლებს მოგვცა რა მაგალითი იმისა, რომ ჩვენც დავემორჩილოთ ჩვენს მშობლებს.
ქალწული იცავდა ყოველივე ამას, ვინაიდან საქმეები და სიტყვები ღმისაღმრთაებრივნი იყვნენ და მათში 12 წლის ყრმა კი არ ვლინდებოდა, არამედ სრულიად მოციფული ადამიანი. იმის ასახსნელად, თუ რას ნიშნავს წარემატებოდა სიბრძნითა, მახარებელი უმატებს და ჰასაკითა, ვინაიდან წარმატებას ჰასაკით უწოდებს წარმატებას სიბრძნით. და მადლით წინაშე ღმერთისა და კაცთა, ანუ ღმრთისათვის სათნოს და კაცთაგან საქებარს იქმოდა, მაგრამ ჯერ ღმრთისთვის იყო საამო, შემდეგ კი ადამიანთათვის, ვინაიდან ჯერ სათნო უნდა ეყო ღმერთს, შემდეგ კი ადამიანებს.